სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. ორმხრივი შეხვედრები დილიდან დაიწყო. საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს შალვა პაპუაშვილი. მხარეებს შორის დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ევროინტეგრაციის პროცესია. დეტალებით თეონა მანაგაძე უნდა შემოგვიერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. ამ წუთებში ორი ქვეყნის ორი სპიკერის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა არის გაფართოებული, მას ესწრებიან კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის არიან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის სლოვაკეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში, მხარეები ხაზს უსვამენ იმას, რომ საჭირო არის ქვეყნებს შორის გაძლიერდეს საპარლამენტო დიპლომატია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც დღეს სლოვაკეთისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები ისაუბრებენ, ეს ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ სლოვაკეთი ევროკავშირის წევრია უკვე 22 წელია და ქართული მხარის ინტერესია მათი გამოცდილების თაობაზე კოლეგებისგან უფრო მეტი ინფორმაცია მოისმინოს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებაში ინფორმაციას ბლოკავს, ფილტრავს და ამიტომ შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება თუ კი ქართულ მხარეს პირდაპირი კომუნიკაცია ექნება ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან იმისათვის, რომ სპიკერის განცხადებით მათ რეალური და სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა ქმნის პრობლემებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და სად არის გამოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების კუთხით ეს ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ მოკლედ, თუმცა საკმაოდ დატვირთული იქნება ეს ვიზიტი. ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლების მიმართულებით. სულ ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა ამ კუთხით და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება. მოგეხსენებათ, ჩვენც აქტიურ ფაზაში ვართ განათლების რეფორმირების და მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნის სლოვაკეთის ეს გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანია და საზოგადოებას ახსოვს სლოვაკეთის ის მყარი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ, სხვადასხვა რეზოლუციების კუთხით იქნება თუ სანქციების არ დაშვების კუთხით. სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დღეს ოფიციალურად დაიწყო. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნული არის შეხვედრა სპიკერების დონეზე, რის შემდეგაც უკვე იგეგმება ერთობლივი განცხადების გაკეთება. სწორედ რამდენიმე წუთში ქართველი და სლოვაკი სპიკერების მხრიდან მოვისმენთ დეტალებს შეხვედრის თაობაზე და ასევე გზავნილებს, რომელიც მათ ქვეყნების თაობაზე ექნებათ. მადლობა თეონა მანაგაძე აშუქებს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს.